თუ თქვენი მზე მორიელის ზოდიაქოს ნიშანშია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეფექტური ჩახშობის მექანიზმი გაქვთ. როგორც კი ამას ვამბობ, ისე ჟღერს თითქოს გაკრიტიკებთ ან გიდევთ, მაგრამ ეს სულაც არ არის ჩემი განზრახვა. სინამდვილეში მოდით იგივეს ვიტყვი, მაგრამ ისეთი სიტყვებით, რომლებიც პირფერობად და გამხნევებად მოგეჩვენებათ. თქვენ ღრმა ამგრძნობიარე ხართ და თავისუფლად საუბრობთ ფსიქოლოგიის ენაზე. არ გიყვართ საკუთარი თავის მოტყუება და მით უმეტეს სხვების. ასე რომ, თუ ცოტა შევანელებთ და დავფიქრდებით ფრაზაზე დეფექტური ჩახშობის მექანიზმი, მივხვდებით, რომ საკითხებთან ისეთი ინტენსიური და პირდაპირი მიდგომა, როგორიც თქვენ გაქვთ და გახასიათებთ, ერთდროულად კურთხევაც არის და წყევლაც. პატიოსნება შესანიშნავი რამაა, მაგრამ ის შეიძლება სასტიკიც იყოს. ჩვენ ყველას გამოგვიცდია ეს ჩვენს ურთიერთობებში, მაგრამ ახლა იმავე პრინციპს ვიყენებთ საკუთარ თავთან თქვენი ურთიერთობის გასაგებად. საკუთარ თავთან პატიოსნება შეიძლება ძალიან სასტიკი გზა იყოს და ფაქტობრივად თქვენ არც გაქვთ დიდი არჩევანი, ივლით თუ არა ამ გზაზე. თითქოს ღმერთის შეკითხვა თქვენ და მიიღო, არა შეგიძლია იყო ღრმა, არამედ ამაზე პასუხი უკვე ცნობილი იყო და ის დადებითი გახლდათ. ღმერთის შეკითხვა იყო, ახლა როცა ასეთი ღრმა ხარ, შეგიძლია გაუმკლავდე ამას, შეგიძლია შეეგუო, შეგიძლია იპოვო გზა, რომ მოხდენილად იცხოვრო იმ მასალასთან, რომელიც კაცობრიობის უმეტეს ნაწილს შიშის ზარს სცემს. მორიელის და მისი არსის გულში ჩასაჯდომად, ერთ-ერთი საუკეთესო გზა წარმოიდგინოთ, რომ მოდურ კოქტეილის წვეულებაზე მიხვედით, სადაც ყველა საუკეთესო ტანსაცმელშია გამოწყობილი. საუბრობენ ამინდსა და პოლიტიკაზე და ზოგადად ცდილობენ ერთმანეთზე შთაბეჭდილება მოახდინონ თავიანთი დახვეწილობით. აქვე ვიტყვი, რომ მთელი სამყარო კოქტეილის წვეულებაა და ეს წვეულება ფაქტობრივად ყოველდღიური სოციალური ცხოვრების მეტაფორა ხდება. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ იქ ხართ კოქტეილის წვეულებაზე და მეგონებაში ასეთი უცნაური სურათი წარმოგიდგება. თქვენ ჭიქის კედელზე აკაკუნებთ, სახეზე ფართო ღიმილით, ყველას ყურადღებას იპყრობთ და ისინი ელიან, რომ მასპინძლის სადღეგრძელო სიტყვით. ამ შესანიშნავი სუფრისთვის ან რამე მსგავსისთვის, რაც უფრო შესაფერისია და ამის ნაცვლად თქვენ ამბობთ, ჩვენ ყველა მოკვდებით. ახლა ჩაურთავ, რომ ეს არ არის წინასწარმეტყველება იმისა, თუ როგორ მოიქცევით სინამდვილეში კოქტეილის წვეულებებზე. თქვენ უკეთ იცით, რომ ასე არ უნდა მოიქცეთ, თუმცა შეიძლება ასეთის აღიაზრი გაგიჩნდეთ. მოდით ეს სცენა ცოტა შორს წავიყვანოთ. თქვენ ამბობთ, ჩვენ ყველა მოკვდებით და რაც შემდეგ ხდება სრულიად დაწერილი სცენარია და თითქმის 100%-ით პროგნოზირებადი. წვეულებაზე დაახლოებით წამნახევარი შოკის მომგვრელი სიჩუმე ის ადგურებს, ვერავინ იჯერებს, რომ თქვენ თქვით ის, რაც თქვით, საკუთარ ყურებს არ უჯერებენ. როგორც კი გააცნობიერებენ, რომ დიახ, თქვენ სწორედ ეს თქვით, ვიღაც იწყებს ხითხიც. ეს ნერვიული სიცილია. თქვენ ახლა ხან ტაბუთ აარღვიეთ. ახლა ყველა ვინც კოქტეილის წვეულებაზეა, თქვენი ჩათვლით, რა თქმა უნდა, მოკვდება, ეს სიმართლეა და ეს ასევე ემოციური თემაა ყველასთვის. ეს არ არის მხოლოდ ის, რაც ყველას გვაერთიანებს, არამედ ის, რის მიმართაც ყველას ძლიერი გრძნობები გვაქვს. ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ ეს საუბრის შესანიშნავი გამაერთიანებელი თემაა, მაგრამ რა თქმა უნდა, თქვენ დიდი ხნის წინ ისწავლეთ, რომ ეს ერთ-ერთია იმ თემებიდან, რომლებსაც არ წამოჯრით და არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ჯგუფში ხართ, როგორი დახვეწილიც არ უნდა იყოს ის, თქვენ ძირითადად ერთსა და იმავე რეაქციას მიიღებთ, თუ ადამიანებს გააკვირვებთ ფრაზის ჩვენ ყველა მოკვდებით. ახლა სწრაფად და ხმამაღლა ხაზს გაუსვავ, რომ მორიელი მხოლოდ სიკვდილს არ ეხება. მისი არსი დამუხტულ მასალასთან ურთიერთობაა. სიკვდილი ამის ერთ-ერთი მაგალითია. მოდით ისევ კოქტეილის წვეულებაზე დავბრუნდეთ და ამჯერად თქვენ ამბობთ, სამიდან ერთ-ერთი ჩვენგანი კიბოთი დაავადება. ვინმეს აქვს ამაზე რაიმე გრძნობა, რა თქმა უნდა, კვლავ შოკის მომგვრელი სიჩუმე და სიცილი, მაგრამ ეს სტატისტიკა ადამიანებს არ სურთ ამაზე საუბარი, არ სურთ ამაზე ფიქრი. მოდით წვეულებაზე მოყევით უხამსი ხუმრობა და ყველა გაიცინებს, რადგან მათ სექსის შესახებ იციან, მაგრამ თუ დაიწყებთ გულწრფელ საუბარს თქვენ სექსუალობაზე, ცხოვრების ამ დიდებული კოქტეილის წვეულებაზე, თუ დაიწყებთ გაუმშღავნებულად საუბარს, თუ დაიწყებთ სხვა ადამიანებისთვის ინტიმური კითხვების დასმას, მათი სექსუალობის შესახებ, ყველა ძალიან სწრაფად დაიწყებს ნერვიულობას და უხერხულად იგრძნობს თავს.
სექსიც ამ სიაშია. ყველა ეს თემა, რომელიც აქამდე აღწერე, უნივერსალურია და ჩვენ ვსწავლობთ, რომ მათი არ ვისაუბროთ. ახლა ნება მომეცით ერთი ნაბიჯით წინ წავიდე, რადგან ყველა ეს ტაბუდადებული თემა არ არის ასე უნივერსალურად გავრცელებული მოსახლეობაში. ბევრი მათგანი თანაბრად მორიელური, უნიკალურია ინდივიდისთვის. ასე რომ კიდევ ერთხელ მივედით კოქტეილის ჩვეულებაზე და ამით დავასრულოთ. იქ არის ერთი ბიჭი, ძალიან ძვირფასადაცვია, ოქროს სამკაულები უკეთია და თავის სრულიად ახალ პორშეზე საუბრობს, რომელიც გარეთ უყენია და ზოგადად აუტომლად თვითკმაყოფილია. თქვენ 5-6 კაციან პატარა ჯგუფშით გახართ და მას უსმენთ, რა თქმა უნდა, სინამდვილეში თქვენ რაც შეიძლება სწრაფად გაეცლებოდით, მაგრამ ჩემს ისტორიაში ცოტა გავერთობით. ის წამით ჩერდება, უბრალოდ ჰაერი უნდა ჩაისუნთქოს შემდეგი რაუნდისთვის მოსამზადებლად და თქვენ საუბრის შანსი გეძლევათ და ამბობთ. იცით, როცა გისმენთ, როგორ საუბრობთ საკუთარ თავზე ასეთი აშკარად აუცველობით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამის უკან დგას ის ფაქტი, რომ დედა შენ სინამდვილეში არასდროს უნდოდი. და კვლავ ეს ასახავს არა იმას, თუ როგორ იქცევით, არამედ იმას, თუ როგორ ფიქრობთ. კვლავ იღებთ იმავე ნიშანს, რომ მორიელის მიწაზე შევედით. იმ პატარა წრეში მყოფი ხალხი შოკისგან ჩუმდება, მერე ვიღაც ხითხითებს, ძალიან ძნელი არ გაგეცინოს, როცა ასეთ ფრაზას ისმენ. ადვილი წარმოსადგენია, რომ ამ ბიჭმა თქვენგან ამ ფრაზის მოსმენისას შეიძლება თქვას. გარეთ გასვლა და დედაჩემზე საუბარი ხომ არ გინდა? ადვილი წარმოსადგენია, რომ ფიზიკური ძალადობა წარმოიშვას მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლე თქვით. როდესაც ამ შინაგან სამყაროში ვიწყებთ ჩაღრმავებას, ფეთქებად საშიშ ტერიტორიაზე შევდივართ. თქვენ ამისთვის ხართ შექმნილი. მსოფლიოში ბევრი ასეთი ადამიანი არ არის. აი რას ნიშნავს იყო მორიელი. ამის გამო ადამიანებს თქვენდამი რთული რეაქციები ექნებათ. ისინი იგრძნობენ ამ ინტენსივობას, იგრძნობენ ამ სიმართლის ზონას. თქვენ გარშემო და ჩვენ მივიღებთ თქვენდამი ორი ძირითადი სახის რეაქციას. ისინი სრულიად საპირისპიროდ გამოიყურებიან, მაგრამ სინამდვილეში მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. პირველი რეაქციაა ხალხი, რომელიც უბრალოდ რაც შეიძლება სწრაფად ცდილობს თქვენგან თავის დაღწევას. თქვენ მათ ანერვიულებთ. ეს ის ხალხია, ვისაც საკუთარ თავში აქვს რაღაც, რის გამოც ნამდვილად არაკომფორტულად გრძნობენ თავს თქვენთან, რასაც არ უმგლავდებიან, რაც მოუგვარებელი საკითხია მათთვის. ეს ძირითადად ყველას ეხება, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ამ პრინციპს სხვებზე მეტად ასახავს. ეს დაუცველი ადამიანები, რომლებიც პრეტენზიულობის მიღმა იმალებიან, ეს ხალხი, რომელიც უარყოფის რეჟიმშია, თანამედროვე ტერმინით რომ ვთქვათ, არა მხოლოდ თქვენგან თავის დაღწევას მოინდომებენ, რადგან ეჩვენებათ, რომ მათ სულში იყურებით, არამედ მოწმის სახით თქვენი დისკრედიტაციაც მოუნდებათ. ისინი ალბათ სხვებთან დაგახასიათებენ როგორც მართლაც კარგ, მაგრამ ცოტა მძიმე ადამიანად. არსებობს სხვა ძალიან განსხვავებული რეაქცია, რომელიც ადამიანებს თქვენდამი ექნებათ. ამ სცენარში ვნახავთ ადამიანებს, რომლებიც თქვენთან მოდიან და ამბობენ ისეთ რაღაცაც, როგორიცაა. ეს არასდროს არავისთვის მithქვამს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ვგრძნობ, რომ შემიძლია გითხრათ. და ვიცი თითქოს კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ვგრძნობ, რომ შემიძლია ეს გითხრათ და რასაც შემდეგ ამბობენ, ყოველთვის რაღაც მორიელურია, რაღაც ინტენსიური, რაღაც ტაბუს კატეგორიიდან. ზოგჯერ ვნანობ, რომ შვილები გავაჩინე, მგონი ჩემი მეუღლე აღარ მიყვარს, დედა ჩემი კვდება და მიხარია. ეს ძლიერი ემოციებია და ისინი რეალობის ნაწილია და ადამიანები ატარებენ ასეთ გრძნობებსა და გამოცდილებებს. ხშირად სირცხვილისა და დაუცველობის განცდასაც და ისინი შემოგხედავენ და იგრძნობენ, რომ როგორც თქვენ ღრმად იყურებით საკუთარ თავში, ასევე ღრმად იყურებით მათში და ეს ადამიანები შემდეგ ახსარებას გეტყვიან. უცნაურად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ამაზე დადის. თქვენ საფლავში წაიღებთ უამრავ საიდუმლოს, რომელიც ადამიანებმა განდეს. თუ ამ ენერგიას კარგად გაუმკლავდებით, თქვენ გახდებით ბრძენი ადამიანი, დაფასებული და ძვირფასი თქვენ საზოგადოებაში და ეს არის ევოლუციური განზრახვა. ეს არის თქვენთვის სწორი გზა. ამისთვის თქვენ უნდა ისწავლოთ, როგორ გაუმკლავდეთ არსებობის ამ უზარმაზარ ინტენსივობას და არსებობს გარკვეული მეთოდები, რომლებიც სწორად უნდა აითვისოთ. თუ ამის გაკეთებას შეძლებთ, ერთ-ერთია პერსპექტივის შენარჩუნების საჭიროება და თქვენი ერთ-ერთი უდიდესი მოკავშირე. როცა საქმე პერსპექტივას ეხება, იუმორის გრძნობაა.
მოერიდეთ იმ მახეში გაბმას, რომ საკუთარი სიღრმისადმი მოწიწება განავითაროთ. კარგია, რომ ღრმა ხართ, მაგრამ ეგოს დონეზე ზედმეტად მიეჯაჭვებით ამას. ჩემთვის ამის თქმა ადვილია, თქვენთვის კი შეიძლება გამოწვევა იყოს, მაგრამ იუმორის გრძნობა აქ ძალიან ძლაურ და ეფექტურ დისციპლინად იქცევა. აი კიდევ ერთი, თქვენ გჭირდებათ მეგობრები, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ერთი ხელის თითებზე ჩამოთვლით. ეს ის ადამიანებია, ვისთანაც ყველაფერზე შეგიძლიათ ისაუბროთ და მათი ამოცანა, როდესაც ხედავენ, რომ საკუთარი თავის ამ ღრმა ადგილებში იჯედებით, ყურებში წაკალყონ ხელი, თავი 90 გრადუსით მოგაბრუნებინონ და გითხრან, რასაც უყურებ სრულიად რეალურია, მაგრამ აი აქეთ გაიხედე 90 გრადუსით იქით, ცისარტყელაა, ლეკვია, შობაა, მაგიაა, უბრალოდ სიხარულს შეხედე, შეინარჩუნე პერსპექტივა. ამის გაკეთება შეგიძლიათ იუმორით და ამის გაკეთება შეგიძლიათ სწორი მეგობრებით ან სწორი მოკავშირეებით. და როდესაც ეს საყრდენები გაქვთ, თქვენ წინ მიიწევთ მაგიის ინტენსივობის და სხვა ადამიანებისთვის უდიდესი დახმარების შეთავაზების გზაზე, როდესაც მათ ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი უდგათ. და ეს კარგი გზაა.